მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ პროევროპული აქციის მონაწილეები. ისე უცვლელი მოთხოვნებით, მათ შორის უმთავრესია თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, სხვათა შორის პოლიტიკური პატიმრის, ჟურნალისტის და ბათუმელების დაფუძნებლის მზიამოღლებლის კიდევ ერთი პროცესი გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუმცა მისი საჩივრის საკმაყოფილებაზე უარი თქვა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. ამ შემთხვევაში საქმე შეეხებოდა ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას. ბათუმში ისევ გამოვიდნენ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე, აქვე ასევე გამოვიდნენ სკუტერების მფლობელები, ადამიანები, რომლებიც სკუტერებს და ელექტრომოწყობილობებს აქირავებენ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე. ისინი ამბობენ, რომ რჩებიან შემოსავლის გარეშე, რადგანაც მათ წელსაც უზღუდავენ კონკრეტულ მუშაობას, კონკრეტულ სივრცეებში, ახალ ბულვარში და ბულვარის ასევე ცალკეულ ნაწილში. ამიტომაც მათ დღეს მოიყვანეს სკუტერები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და აქვთ ერთგვარი საპროტესტო აქცია. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. მოგვიყევით რა არის თქვენი მოთხოვნა, რა სიტყვით ამ აქციაზე? ასრულებდა მუშაობას. ანუ სად შეგიზღუდეს ეს მუშაობა? ანუ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ხო? ეს ხო წინა წლებშიც იყო მსგავსი შეზღუდვები და წელსაც იგივეა, ხო? წინა წელსაც ვერ იმუშავეთ, აი. წინა წელს იყო. წინა წელს დაგქცეს მაინც მუშაობა და საშუალება გემუშავოთ ისევ ტერიტორიაზე. და წელს გიზღუდავენ და გეუბნები რომ ვეღარ იმუშავებთ, ხო? ვეღარ იმუშავებთ ახალი ბულვარისკენა თემა. აკვაპარკის. ანუ შეგიძლიათ მარტო რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმუშაოთ, ხო? და არა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ვეღარ იმუშავებთ, ხო? ეს რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის? რატომ აპროტესტებთ ამას? რავი, რა. თორე ეს აქ არგუმენტი არის ერთგვარად უსაფრთხოება, ხო? რომ უსაფრთხოების გამო თქვათ რომ არ შეიჯახოს ელექტროსკუტერი ვინმე სანადაზიანე ადამიანები. ახლა ეს ყველგან მოხდება, ხო? ახლა შეიჯახება რა მნიშვნელობა აქვს, არ მოხდება. ნუ ახალ ბულვარში არის შედარებით უფრო მეტი თავისუფალი სივრცეები, ხო, გადაადგილებისთვის. ან დაუსაბუთებელია თქვენთვის ეს ესეთი შეზღუდვა. რამდენი ადამიანს ეხება ეს? რამდენი სკუტერის მფლობელია დღეს მოსული ამ აქციაზე? ეს სადღაც არის 300-მდე სკუტერს ეხება, ხო? და თქვენი შემოსავლები რა მცირდება ახლა ამ გადაწყვეტილებით და ამ შეზღუდვით? მშობლად მცირდება. ტერიტორია იქნება რა გამორიცხული მუშაობა. ანუ მარტო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებთ, ეს ვერ იქნება თქვენთვის შემოსავლის ძირითადი წყარო ამ თვეებში, ხო? ზაფხულში როცა უნდა გემუშავოთ. ძირითადად ივლისი-აგვისტო. მერიასთან გაქვთ რამე საუბრები, მოლაპარაკებები ამ თემაზე? გადაწყვეტის რეჟიმშია და გადაწყვეტილებით მაგას ავიღეთ. ისე უსაფრთხოება თუ არის პრობლემა, თვითონ რამე წესები დააწესოთ, რომ აი მაგალითად 60-ით არიაროთ, 100 არიაროთ, ისე არიაროთ. ეს მარიამ ქაჯაია, რომელიც მიმართავს ახლა სკუტერის მფლობელს. ხო შეგიძლიათ მოითხოვოთ დაგვიშვით უფრო ფართო ტერიტორიაზე, მაგრამ სხვა წესებს დაუშვათ გავეცნობით რანაირად გინდათ რომ იმუშაოთ. ასეთი შეთავაზებების ადგილი იყო ისე რამე თქვა პრობლემები კონკრეტულად ძველ ბათუმში, თქვა რაც უკავშირდება უსაფრთხოების ნაწილს, თქვა ავტოსაგზაო შემთხვევები. სამაკატი და ისინი აი ყველად ვერ ხდება ხა გააჩნია როგორ დაგვის. ხო. არა, თქვენს წინააღმდეგ თუ უსაფრთხოების არგუმენტს იყენებენ და ამის გამო გეზღუდებათ სამუშაო არეალი, მაშინ თქვან, ხო შეიძლება რომ თქვან რომ აი ამის ნაცვლად, აი ამ წესით ახლა თუ დაემორჩილებით ამ წესს, ან თქვენ რომ მოითხოვოთ მოგვეცით საშუალება, ჩვენ თვითონ გავსაზღვროთ რანაირი პირობები არის უსაფრთხო და მაგას დავიცავთ. თუმცა გავსაკითხები არ განხილულა, არ დასმულა დღის წესრიგში, ხო, როგორც ვთქვი. ეხლა რა მენტალიზებს თუ ერთებით ამ აქციას, ბათუმის პროევროპულ აქციას, ამ და იმ მოთხოვნებს, რაც არის პროევროპულ აქციაზე საქართველოში. უამრავი პრობლემა არის ის დღეს, რა ვიცი, ყველას ისეთი გისაა, ხო არ ამგონია ხა ადამიანად ყველა იყოს გამოსული და ეხალისებოდეს ადამიანები. ხო, მაგრამ იცით ხო ეს მოთხოვნები რაც არის? უერთდებით ამ აქციის მოთხოვნებს, ამ აქციას უერთდებით?
ანუ ამ აქციების თავი მოთხოვნებია თავისუფლება რეჟიმის წვებს, სინდისის პატიმრები. ანუ რას ფიქრობთ ამ სინდისის პატიმრებზე? თქვა მზია ამაღლობელზე, რომელიც პროცესი დღეს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. კიდევ ერთი პროცესი, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას. მოსამართლო და უკანონო არაფერი არაა მოსახსენებელი. როგორ უნდა შეიცვალოს უსამართლობა და უკანონობა, თქვენ რას ფიქრობთ? რა არის ამისთვის საჭირო? ერთობაა საჭირო. კარგი, თქვენი სახელი და გვარი? დიდი მადლობა ბატონო მამუკო, დაგვითმეთ რომ მოგეთ ასეთია გზავნილები ელექტროსკუტერების მფლობელი ადამიანების, რომლებიც დღეს მოვიდნენ საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. ჩვენ ახლა გველაპარაკა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც გითხრა რომ ისიც უერთდება ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციას, იმიტომ რომ არ მგონია რომ უსამართლობა იყოს მის საღები ვინმესთვისო, ასეთი იყო მისი გზავნილი. თქვენ ხედავთ რომ ამ ერთ ნაწილში დგანან სკუტერები, ჩამწკრებულია სკუტერები, ასევე სკუტერის მფლობელები აქვე არიან. მათ აქვთ მოთხოვნა რომ დაუშვან მათი სამუშაო არეალი ბათუმის ახალ ბულვარში, მარტო არ ქონდეთ მუშაობის საშუალება და იმუშაონ ძველ ბულვარშიც, ამბობენ რომ ასეთ მნიშვნელად იზღუდება მათი სამუშაო სივრცე და ისინი პრაქტიკულად შემოსავლის გარეშე რჩებიან. ამიტომაც მიაჩნიათ სწორად რომ თქვენ ბულვარში ქონდეთ მათ მუშაობის შესაძლებლობა ამ სკუტერებს, მოპედებს ქონდეთ გადაადგილების საშუალება თქვენ ბულვარის პერიმეტრზე. აქვე არიან ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეები, რომელთა მთავარი მოთხოვნაც არის თავისუფლება სინდისის წვებს, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ასევე უცვლელი მოთხოვნა ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. და ქართული ოცნების მთავრობის გადადგომა მოთხოვნებით გრძელდება სწორედ ეს საპროტესტო აქციები. თუმცა კიდევ სხვა კვადრიციკლის მფლობელებს გავისაუბროთ და მათი მოსაზრება გავიგოთ. მოგესალმებით, თქვენი გზავნილის შესახებ რას გვეტყოდით? რა არის თქვენი მოთხოვნა? რისთვის მოხვედით დღეს აქ? მუშაობა გვინდა რა არის მინიმუმად ისეთ არაფერს არ ვითხოვ. როგორც ვიყავ, ისე და ან თქვენ გიზღუდავენ მუშაობას თუ სწორად გავიგეთ ძველი ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ხო? და შეგიძლიათ იმუშაოთ ახალ ბულვარში. მაგრამ წინა წლებშიც ხო ასე იყო ეს, რომ თქვენ მუშაობდით მარტო ახალ ბულვარში და არ ქონდათ საშუალება რომ გემუშაოთ ძველ ბულვარში. მაგრამ წელს რატომ ვითხოვთ ამას, რომ იმუშაოთ ძველ ბათუმშიც? ძველ ბულვარშიც უკაცრავად. ძველ ბულვარში არ ვთქვათ, როგორც ვიყავით, ისე რომ იყო საკანეთი არის შეგვიძლია, ჩაკეტილი არის ალიდან მიდან დელფინარიუმამდე არ შეგვიძლია. ის ჩაკეტილი ახლა მაგასაც მაგი ისე შეგიძლია იყო. ხო, ქვევით ვიყავით დელფინარიუმიდან ახალ ბულვარში. ეხლა რა არის შეზღუდული? აკუმა პარტი რო არის, მაგის ქვემოთ ჩადითო, კიდევ ქვევით ჩადითო. ანუ კიდევ უფრო გაიზარდა ის ტერიტორია, სადაც თქვენ არ შეგიძლიათ რომ იმუშაოთ და შეიყვანოთ კვადროციკლები, ხო? მაგრამ თუ ადრე იყო შეზღუდვა დელფინარიუმამდე, ეხლა გადმოდის შეზღუდვა აკვაპარკამდე, ხო? ანუ აკვაპარკის იქეთ დარჩენილ ახალ ბულვარში შეგიძლიათ ამუშაოთ კვადროციკლები, ამაზეა ხო ლაპარაკი? და მაგით საერთოდ ჯერ გავიქცებული არის და კარგი, მადლობა. მოდი გავისაუბროთ აქციის სხვა მონაწილეებსაც. მოგესალმებით, ბათუმელებიდან ვარ, რომ მოგვიყვეთ თქვენი მოთხოვნის შესახებ. ბოდიში თქვენ რომ მოგვიყვეთ ბატონო, რა არის თქვენი მოთხოვნა, ეს რო გააჟღეროთ? შეიძლება? მოდი თქვენ გითხარით. ჩვენი მოთხოვნა რომ მოხსენ სამსახური, არა? ხო, თუ სწორად გავიგე, აქამდე იყო შეზღუდვა დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიამდე და ეხლა უკვე გადაენაცვლებს ეს შეზღუდვა აკვაპარკის ტერიტორიიდან, ხო? ანუ აკვაპარკის იქეთ შეგიძლიათ თქვენ დრო იმუშაოთ. არა, ამაზეა ლაპარაკი რომ გაიგოს მაყურებელმა სწორად. კი, მაგაზეა ლაპარაკი რომ აკვაპარკის ქვემოთ უნდა დალაგდეს ყველა. და რა ხდება ამ შემთხვევაში თუ აკვაპარკის შემდეგ ტერიტორიაზე, ანუ დარჩენილ ახალ ბულვარში მოგიწევთ თქვენ მუშაობა, რა იცვლება თქვენ შემოსავლებში? არა, შემოსავლებთან არა დაკავშირებული, ვერ მოთავსდება ეს მანძილში. რამდენ კვადროციკლზეა ლაპარაკი, რამდენი მოწყობილობა?
მასალზეა მარტო იმაზე რა ქვია ელექტრომოპედებზე და ამის გარდა სამაკატებიცაა და ველოსიპედებზე. ხო. და ეს ტერიტორია ეს სივრცე არ იქნება საკმარისი ამისთვის, ხო? ხო და იქნება ქაოსი, იქნება მეტის რა ვიცი, ისეთი შემთხვევა, რაც მოიწევს ავარიას, რა ვიცი. ანუ თქვენ ამ ეტაპზე ახლა არ მუშაობთ, შეჩერებული გაქვთ მუშაობა? მუშაობთ თითქმის ორი თვე არ მუშაობთ, ხო? ეს ან პროტესტის ნიშნად არ მუშაობთ, ახლა ესეთი შეზღუდვა გიწევს ეს. წაიყვანეს მოპედები და მე გამოვარჩით, რა ვიცი. ჩვენი ნებით არა ხო, მაგრამ ახლა უკვე თქვენს ხელშია, ხო, ეს მოპედები, ეს კვადროციკლები. თქვენ შეგიძლიათ დღესვე გახვიდეთ ბულვარში და იმუშაოთ, მაგრამ არ გაგიხარ. რატო? იმიტომ რომ არ გვაძლევენ უფლებას, რომ ანუ იმ ტერიტორიაზე გულისხმობ, თქვა აკვაპარკის დანარჩენ ნაწილში, შემდეგ ტერიტორიაზე. მაგას თავაზობენ, რომ თუ გინდათ, შეგვიძლია მასე გავაკეთოთ. ეს შეერჯეროს და რა. ანუ ამაზეც რაღაც შესაბამის ხელშეკრულება ჩვენ გაფორმებული არ არის, ხო? და აპირებთ რომ არ გააფორმოთ ხელშეკრულება ამგვარი პირობით. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს. თუ იქნება ქაოსი და თქვენ პრაქტიკულად არ რჩებით შემოსავლების გარეშე, ხო? ამას ამბობ. ხო, აი თუ ასე დაალაგებ, როგორ გააკეთებ? ხო. თუ არ იმოძრავა, და არ იქნება თავისუფალი სივრცე, რომ ახედან გააკეთებ. ასეთში გააკეთებ. არის თუ არა რამე დასაბუთება, ვთქვათ, შემოთავაზებული მერის მხრიდან, რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება? არაფერი არ ვთქვი. ყველაფერი გვინდა რომ კანონის ფარგლებში მოაქციოთ. ჩვენ თანახმოვართ კანონის ფარგლებში მოქცევაზე. ჯერჯერობით არ ვიცი არაფერი რა იქნება და როგორ. თქვენ ახლა ცდილობთ რომ შეხვდეთ ზურა პატარაძეს საჭარის ოცნების საჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. შეხვდეთ და გაგვარკვიოს რომ რა გველეს. ნუ ვიცოდე ჩვენი საფრთხე. ბოლოს და ბოლოს ან რა ვიცი. გავარკვიოთ რომ რა გველეს. უკვე მე რამდენი დღეა რაც მოდიხართ აქ ადგილზე და ცდილობთ რომ შეხვდეთ საჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ეს პირველი დღე აქამდე რაღაცაები იყო შეხვედრები და დღეს შემოგთავაზეს რომ ასე იმის იქეთ თუ დადგებით თუ იმუშავებ თანახმოვართ. ეს ვის შემოგთავაზა? დირექტორმა ბულვარის. ეს დღეს დაგელაპარაკათ? ანუ არჩილანთაძე, ხო? არჩილანთაძე. და მანამდე აბა რაზე იყო ლაპარაკი? მანამდე იყო საერთოდ რომ საერთოდ მთელი ბულვარის ტერიტორიაზე აკრძალულია, ხო? და ეხლა დღეს დაგელაპარაკათ რომ ესე იგი აკვაპარკის შემდეგ ტერიტორიაზე შეიძლება რომ მაგრამ თქვენ ამაზეც უარს ამბობთ, ხო? ამაზე უარს ვამბობთ, ეს ისეთი შემოთავაზებაა, რომელიც დათანხმებას აზრი არ აქვს. უბრალოდ ალბათ იმიტომ ამბობენ ამას, რომ სათქმელი კონდეთ რომ რაღაცა და პროტესტი აღარ იყოს. ხო, რაღაცა შევთავაზოთ რომ სათქმელი, თორემ ისე რომ ამაში გაერკვე ამ საქმეში მაგის შემოთავაზებას აზრი არ აქვს. ან თქვენ თხოვთ ისევ როგორც წინა წლებში იყო, როცა დელფინარიუმთან იყო ერთგვარი საზღვარი. ვთხოვთ რომ გაგვარკვიონ რა ხდება პირველ რიგში და მერე ჩვენ მივხედავ ჩვენ საქმეს. ანუ ჭირდება დასაბუთება, ხო, რატომ შეიძლება იყოს ესეთი გადაწყვეტილება? კონკრეტულად პასუხი რომ თუ არ შეიძლება, როგორ შეიძლება, თუ შეიძლება, როგორ შეიძლება, გონივრული რამე ისეთი, რაც შეესაბამება ნორმალურ სტანდარტებს. ანუ ის პირობა რაც იყო წინა წლებში, როცა ასე ვთქვათ, ძველ ბულვარში არ მოძრაობდა ეს სკუტერები და ახალ ბულვარში მოძრაობდა, ეს მისაღებია? კი, ადრე როგორც იყო, ის ჩვენთვის მისაღებია. არა, მაგასაც მე ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს სადა იმოძრავებს, რატო არ შეიძლება ძველ ბულვარში იყოს, მაგრამ მაგას თუ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ჩვენ მოვახერხებთ მაინც ისეთ რაღაცის მუშაობას, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს ოჯახებს. მესმის. ეხლა რა მაინტერესებს, ვერთდებით თუ არა პროევროპულ საპროტესტო აქციას, რომელიც აქვე იმართება, აი ორი ფეხის ნაბიჯზე? ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. ეს უკვე იმართება, რა ქვია, 500 დღეზე მეტია და არ გაგიგიათ აქამდე ამ აქციის შესახებ? ამ აქციის შესახებ არ ვიცი რასთან დაკავშირებით და რა სიტყვენ და როგორ შევუერთდები. როცა გავიგებ რა სიტყვენ და თუ ეს ჩემთვის მისაღები იქნება, რა თქმა უნდა შევუერთდები. ანუ ახლა ხო გაიგეთ უკვე ამ მოთხოვნების შესახებ? არ ვიცი. ანუ მოთხოვნები არის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ასევე არის ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიული სამართლიან გარემოში. აი ამ მოთხოვნებით იმართება საპროტესტო აქციები უკვე 500 დღეზე მეტია, როგორც ბათუმში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. გასაგებია, მე პირადად ჯერჯერობით არ ვუერთდები ამ აქციას. თუ საჭიროდ ჩავთვლი, რა თქმა უნდა შევუერთები.
მათ არც ვიცნობ მე პოლიტიკას აპოლიტიკური ვარ და არ მაინტერესებს. ხო, მაგრამ თქვენ პოლიტიკა თუ აპოლიტიკური ხართ, პოლიტიკა გეხებათ თქვენ. თქვენ უკვე პოლიტიკა შეგეხოთ. და შეუძლებელია და შეგეხოთ უკვე. და შეუძლებელია პოლიტიკა არ შეეხოს ვინმეს. კი, ახლა თქვენ იმიტომ რომ აპოლიტიკურობა არის სინამდვილეში აბსურდი. შეუძლებელია აპოლიტიკური იყოს ადამიანი, უბრალოდ თავის მოტყუება და თქვენ გირჩევნოთ თავი მოიტყუოთ, მაშინ როცა თქვენს თვალწინ უკანონობა ხდება, მაშინ როცა თქვენს თვალწინ დიქტატურას ამყარებენ, როცა ადამიანებს ცემენ თავს ესხმიან, სასიკვდილოდ იმეტებენ. ამ დროს თქვა რომ აპოლიტიკური ვარ, ну თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ აპოლიტიკურობა რაზე მელაპარაკებით მეთქი და მეუბნებით მაინც რომ მე როცა დავინახავ და როცა საბჭოო ჩავხდი ჩემ ქვეყანას ჭირდება ჩემი გვერდით რომ მე აუცილებლად ამაზე მეტი რა უნდა დაინახოთ ახლა მეტი რა მთელი ჩვენი თანამეგობრობა ამერიკა თუ ევროპა ყველა ჩვენი მეგობარი პარტნიორი ყველა ჩვენი პარტნიორი სიმართლე რო გითხრათ მე მაგათი მეგობრობა ჯერ არ დამინახე ხო და თქვენ თუ აბა ვინ არის მეგობარი რუსეთია მეგობარი არა ჩვენი მეგობარი არც ისტორიულად და არც არასდროს არ ყოლია ჩვენი მეგობარი ხო და მაშინ წარმოიდგინეთ მარტო დარჩენილი საქართველოს მარტო დარჩენილმა საქართველოს მოიტანა დღეს და მარტო დარჩენილმა ეკო 2-2-4-ია რომ მარტო დარჩენილი საქართველოს ძალიან მარტივად გახდება რუსეთის ლუკმა არ იქნება რუსეთის ლუკმა გახდა უკვე და არაერთხელ გამხდარა და ახლა კიდევ უფრო გახდება რომ იმედი გვაქვს ახლა კიდევ სუს იმედი უნდა გქონდეს იმიტომ რომ ჩვენი მეგობრების და პარტნიორების გარეშე ვერ მოვერევით მარტო აგრესორ რუსეთს როცა შეხარ იზოლირებული ხო თქვენ ამბობთ რომ მეგობარი არ გჭირდება არა არ გჭირდება არ გყავს და რატომ აი ევროკავშირი თქვენ რატო არ არის ჩვენი მეგობარი იმიტომ რომ არ გვეხმარება არაფერში დაგვეხმარა რამეში ევროკავშირი არ დაგვეხმარა ევროკავშირი არ დაგვეხმარა და ხო შეიძლება რომ გქონდეს არა ხო მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს რადგან დასრულდება რომ ევროკავშირი ჩვენ გვეხმარება და მარტო კანონებიც რა ვიღოთ ხო მთელი სამოქალაქო კოდექსი და სამართლის კოდექსი ეს კანონები რომ თავის დროზე მიღებულია სწორედ ევროპელი და მეგობრების და პარტნიორების მხარდაჭერით მაგაზე თეატრო ლუკიანიც კი ყვება ოცნების პარლამენტის წევრი მაგას მეგობრობა არის სხვა რამე მაშინ სხვა რამე დაუძახოს კარგი და ეს კიდე სხვა საუბრის თემა მე მესმის რომ თქვენი მოსაზრება გაქვთ მაგრამ რახან აქ ხართ მაინტერესებდა უერთდებით თუ არა პროევროპულ საპროტესტო აქციას მადლობა თავსი კავებს მოქალაქე რომელიც გამოსულია და ამბობს რომ ის რჩება პრაქტიკულად შემოსავლების გარეშე მოგეთ სხვადასხვა გვარია სკუტერების ფლობელების მოსაზრებები მათ შორის იმაზე თუ რას ფიქრობენ ისინი პროევროპულ საპროტესტო აქციას რომელიც გრძელდება უკვე 500 დღეზე მეტია როგორც ხედავთ რჩებიან სკუტერების მფლობელებიც ამ აქციაზე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და ასევე გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქცია ისევ ტრადიციულად საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 500 დღეზე მეტია გრძელდება ეს პროტესტი და მოქალაქეები ამბობენ რომ ისინი არაპირებენ გაჩერებას და ამ პროტესტის შეწყვეტას მაშინ როცა ქვეყანაში პარდება დიქტატურა. ციალასმინი გავისაუბროთ ციალა ქათამიძეს საღამოშიდობის ციალა. პროლოგში ეს ამბავი მინდა კითხოთ, ხო აი სკუტერების ფლობელები არიან გამოსულები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან და რო გავისაუბრე ხა ორ მათგანს, ერთი მათგანი აუზო ის უერთდება ამ პროევროპულ საპროტესტო აქციას, რადგანაც შეუძლებელია უსამართლობაზე დახუჭო თვალი. მეორე ვთქვა რომ აპოლიტიკურია და ჩვენ არ გყავს მეგობარი და მათ შორის ევროკავშირი არ არის ჩვენი მეგობარი. და სასახად ხადებთ, ხო ისინი არ დგანან პროევროპული აქციის მონაწილეების გვერდით. რას ნიშნავს ეს თქვენ? თუ რა შეგიძლიათ მათ უთხრათ? ეს პრობლემები რაც რეალურად ამ ქვეყანაში და ამ რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში არსებობს, აქ ერთი მთავარი ხაზი ყველას, რომ ის გამოწვეულია ქართული ოცნების არალოგიკური, არაკანონიერი უსამართლო ქმედებებით, როდესაც არ არსებობს რაიმე ტიპის წესები, რომლის მიხედვითაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა დაგეგმონ საკუთარი რაღაცა სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობა, უზრუნველყონ საკუთარი ოჯახი და ესე შემდეგ, იმიტომ რომ ეს თუ აქამდე იყო მებართვო, ამ შემთხვევაში მაშინ ვინ აგებს პასუხს წინა წლების ნებართვებთან მიმართებაში ან ესე შემდეგ. თან ამ ადამიანების უმრავლესობა არის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველები, რომლებთან ერთადერთი შემოსავალი არის ეს ნაწილი და ეს პრობლემა დარჩა ერთადერთი ისეთი მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში და ამ რეგიონში გადასაჭრელი მაშინ, როდესაც რა ვიცი, განსაკუთრებით მწვავეა
სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. რა ვიცი, ყველა პრობლემა, რომელიც დგას რეალურად ამ ქვეყანაში, არის ქართული ოცნების კისერზე და მათი მოსაგვარებლად. რა იცვლება ამ დროს მთავრობის თავმჯდომარეების შეცვლით? ხო, ეს ადამიანები თქვა ითხოვენ რომ შეხვდნენ ზურაბ პატარაძეს, მათ არ შეხვდნენ ზურაბ პატარაძე, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ხოლმე მითხრა რომ მათ შეხვედრეს ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძე, რომელიც ხოსრო სრულმოწმე პოლიციელია მზიამაღლებელი საქმიდან და მან გითხრა რომ გარკვეულ დათმობაზე შეუძლია ბულვარი წამოვიდესო, თქვა გარკვეულ ახალ ბულვარში გარკვეულ ტერიტორიაზე რომ იმუშაო. არა რაიმე კანონის ან რეგულაციის არსებობაზე და ესე შემდეგ, არამედ კეთილნებაზე კონკრეტული მაღალჩინოსნების სამართლებაში. რაც ვფიქრობ არასწორია ამ კონკრეტულ. რა ვიცი, მთავრობის თავმჯდომარეს რაც შეეხება, რა ვიცი, მივმართავდი მას ამ ადგილიდან. მოგესალმებით ბატონო ზურა, ვისურვებდი რომ მე თქვა კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება აჭარის რეგიონში, თუმცა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში და ამ რეგიონში აღარაფერია ძველებურად. აღარაფერია ძველებურად, იმიტომ რომ რა ვიცი, ბოლო ამბებით დავიწყებ, რომ აი მაგალითად რამოდენიმე დღის წინ სამი შვილის დედა მარტო იმიტომ რომ ტროტუარზე იდგა, გაუშვეს ივანიშვილის მოსამართლეებმა იზოლატორში გუშინ წინ ახალგაზრდები რის გამო, იმის გამო რომ ტროტუარზე იდგა. უფრო მანამდე ადამიანებს აკავებდნენ ჯერ ადმინისტრაციული წესით, შემდგომ სისხლის სამართლის წესით ქუჩის გადაკეტვის მოტივით. ანუ დღესდღეობით გვაქვს რეალობა, რომ ამ ქვეყანაში პროტესტი არის შეუძლებელი, ანუ კონკრეტული პრობლემის საპროტესტო რაღაცა ტიპის აქტივობის განხორციელება შეუძლებელი, იმიტომ რომ ვერც ჩას გადაკეტავ და არც ტროტუარზე დგომის უფლება გაქვს კონკრეტულ შემთხვევაში. შეიძლება დაგაპატიმრონ იმის გამო, რომ ტროტუარზე დგახარ და დაუპატიმრებიათ კიდევაც არაერთი მოქალაქე. თქვენს გექნებოდა შესაძლებლობა გეხილათ ასეულობით ძვლებში დამტვრეული ახალგაზრდა, გაზით მოწამლული ახალგაზრდა, ზარები ამ რეგიონში თქვენს აქ არ ყოფნაში, როდესაც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენთ ამ შემთხვევაში აზერბაიჯანში, ჯერ ტელეფონზე ურეკავდნენ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, პროევროპული სხვა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, აგინებდნენ, ლანძღავდნენ. შემდგომ დიმიტრი სამხარაძის ხელდასმით ოფისები და სახლები მოგვიხატეს და არსად იყო სამართალდამცავი ორგანოები ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ფიზიკურად აღარაფერია ძველებურად ამ რეგიონში, იმიტომ რომ სამოქალაქო სექტორი ფიზიკურად აღარ არსებობს, აღარ არის და მილევად რეჟიმშია დამოუკიდებელი მედია. მაგალითად თქვენი პირველი მთავრობის თავმჯდომარეობის დროს ბათუმელებში იყავით მისული, სადაც გამოიწერეთ ეს გაზეთი. დღეს ბათუმელების მენეჯერი, იმიტომ რომ მოძალადე პოლიციელი ამხილა და სილა გააწნა ციხეში ზის. ბათუმელები კიდე რაღაცა მოხალისეობრივად აგრძელებენ საქმიანობას. სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებთან ერთადაც საკმაოდ წარმატებით ახერხებდით მათთან კომუნიკაციას თავის დროზე, დღეს ფიზიკურად აღარ არსებობს. აგენტების რეესტრში გთხოვდნენ დარეგისტრირებას და რომ არ დავრეგისტრირდით, მაინც ესე მტრის ხატად გვაქციეს. რა ვიცი, ქართული ოცნების ტროლბოტების და სხვადასხვა ჯგუფების მიზანმიმართული კამპანია თავად ბატონ თავმჯდომარეს საკუთარ ზურგზე აქვს გამოცდილი, როდესაც პირველ ჯერზე მოუწია დაეტოვებინა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და მისივე დაგეგმილი ესტაკადის თუ ბათუმის სტადიონის გახსნაზე მისი სახელის და გვარის ხსენება აკრძალული იყო. უფრო მეც გეტყვით, მისივე თანაგუნდელები ეკონომიკის სხვადასხვა სამინისტროებში ოდერებად წოდებული ადამიანები დადიოდნენ და ჭორებს ავრცელებდნენ, არ ჭორია თუ არა თავად გადაწყვიტოს მთავრობის თავმჯდომარემ, რომ ძალიან დიდ კორუფციულ საქმეებთან იყო საქმე და შეიძლება დაიჭირონ ამ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც მის თანაგუნდელებაში ეს ხები ვრცელდებოდა მაშინ, როდესაც ზურაბ პატარაძემ დატოვა თანამდებობა. სანამ ის გახდებოდა ელჩი, მაგაზეც თავისი ის ჰქონდათ პოზიცია, რომ აი ბიძინასთან დაალაგა და ამიტომ დაალაგდა ეგ ამბავი, თორემ მისივე თანაგუნდელები დღეს ახალ ჩამოსულს, რომ კაშს უკრავენ და აი პირველივე ფოტოებში მასთან ერთად არიან, ზუსტად ის ადამიანები დადიოდნენ ამ რეგიონში და ღიად ესე საუბრობდნენ იმაზე,
თუ როგორ იყო სხვადასხვა ტიპის კორუფციულ გარიგებებში, როგორ არ მოეწონა ბიძინა ივანიშვილს მისი რაღაცა ქმედებები კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ გააგდეს. ძალიან წუხარ ამ სიტყვების გამო, ჩემი შეფასება არ არის ამ შემთხვევაში. ბატონის დურასი არის მისივე თანაგუნდელების და 8 წლის თავზე დაგვიანებული, ვიხარია სხვა შორის, რომ 8 წლის თავზე დაგვიანებული მადლობები მიიღო ბათუმის სტადიონის და ესტაკადის მშენებლობაზე. ფიზიკურად ვეღარაფერი ვეღარ იქნება ამ რეგიონში ძველებურად, იმიტომ რომ აღარ გამოვა ჟანსაღი პოლიტიკური პროცესის იმიტაცია, რომელსაც ჩამოსვლის შემდგომ ჩემი აზრით ბატონი ზურა აკეთებს, იმიტომ რომ წინა შემთხვევაში როგორც იყო, როდესაც რაღაცა ტიპის პრობლემების და მიუხედავად ყველა რაღაცა ქონდათ ადამიანებს კრიტიკული აზრის დაფიქსირების, პრობლემების გადაჭრის და ესე შემდეგ შესაძლებლობა მათ შორის მისი ძალიან დიდი მხარდაჭერა. თქვენ ამბობთ რომ რაც არ უნდა მოიმდობოს და კარგი იყოს და ზურა პატარაძე მისი უნარები ბერუშველის ისამ სიტუაციას. სხვა შეიძლება თავად სისტემა. ზე არის პასუხისმგებელი, რასაც ქართული ოცნება ჩადის განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და მათ შორის მის წინააღმდეგ განხორციელებული პროპაგანდისტული რაღაცა გულისამრევი ეს თვითონ იწუნია, ძალიან კარგად იცის როგორ იყო მისი სახელის ხსენება აკრძალული ამ რეგიონში. მისივე თანაგუნდელები, მინისტრები, როგორი იარლიყებით საშინელ მდგომარეობაში ჩაყარეს მარტო იმიტომ, რომ ის იყო მასი თანაგუნდელი, უფრო მეც გეტყვი. ძალიან ზუსტად ვიცი, რომ არსებობდა სანამ წავიდოდა დატოვებდა მთავრობის თავმჯდომარეობას ტურიზმის სამინისტროს შექმნის იდეა და ფურცელს არსებობდა რაღაცა ამის შესახებ იდეები და მომდევნო თავმჯდომარემ არათუ ეს იდეა განახორციელა, არამედ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებიდან ტურიზმის დეპარტამენტი გახდა ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, იყო ერთგვარი შურისძიება მისდამი და დაიწყო რეორგანიზაციის მცდელობა ტურიზმის დეპარტამენტის, რომელშიც მხოლოდ 2 სამსახური რჩებოდა. მერე უბრალოდ გზების დეპარტამენტში იგივე საქვეუწყებოში სასამართლომ გააჩერა იგივე რეორგანიზაცია, შემდგომ კოვიდი დაიწყო და ეს ამბავი ესე გადარჩა. ანუ რეალურად ყველაფერი, რასაც ის ესე აშენებდა და ცდილობდა, რომ რაიმე ტიპის სიკეთეები შეექმნა ამ რეგიონისთვის, ყველაფერი აბსოლუტურად გახდა ესე ოპოზიციაზე უფრო მეტად მიუღებელი ქართული ოცნებისთვის და ძალიან გულისამრევია დღეს იმ ადამიანების არ მინდა რაიმე ჟარგონი ვიხმარო, იმ ადამიანების ლაქუცი პირდაპირ ვიტყვი მის მიმართ, რომლებიც საჯარო სივრცეებში, თითქოს და ჩუმად, მაგრამ საჯარო სივრცეებში საუბრობდნენ მისი პერსონის პროფესიული საქმიანობის შესახებ თვენახევრის განმავლობაში და შემდგომაც, ხო? ძალიან კარგად იცის რა იარლიყებს აწებებდნენ კონკრეტულ შემთხვევაში. განსხვავებით წინა მთავრობის თავმჯდომარეობისგან, ეს მთავრობის თავმჯდომარეობა მისი ლეგიტიმაცია მოკლებულია და უფრო მეტიც ის ატარებს ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედებაზე პასუხისმგებლობას, რასაც ქართული ოცნება ამ ქვეყანაში ახორციელებს. ვეღარაფერი ვეღარ იქნება ამ რეგიონში ძველებურად, აღარ არსებობს სამოქალაქო სექტორი, მილევად რეჟიმშია მედია და რა ვიცი ხა ნორმალურ წინა წლებში მაგალითად ეს ადამიანები, როდესაც ესე მოდიან და პასუხიც კი არა აქვთ იმისთვის, რომ აი გულისხმობ ამ მოტო ადამიანებს, რომლებიც პროტესტ თქვენს წინა რესპონდენტებს, მათი საჭიროებები იქნებოდა, რა ვიცი, მინიმუმ მათთან ერთად გავივლიდით ამ ყველა საჭიროებას, მაგრამ ეხა გამომდინარე იქედან, რომ ქართულმა ოცნებამ იარლიყები მოგვაწება, მდრები ვართ ამ ქვეყნის და ან გვაქვს მოცემულობა, რომ ჩვენ, რა ვიცი, მე და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები ამ ქვეყნის მტრები არიან და ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან მოამაგეები ამ ქვეყნის. ოღონდ გააჩნია ბიძინა ივანიშვილის
ფავორიტი კონკრეტულ შემთხვევაში ვინ იქნება, იმიტომ რომ ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება მტერიც იყოს და მე მოყვარეც გახდეს, ან მე ისე მტერი გახდეს და კი ამის არის მაგალითი ჩვენ ვნახეთ. ანუ მართლა გულწრფელად ვისურვები რომ მე თქვა რომ კეთილი იყოს მისი დაბრუნება, იმიტომ რომ ვთვლი რომ მისი საქმიანობა იყო ორიენტირებული მეტნაკლებად საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე თუ ესე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. თუ არ შეიცვლება სისტემა, ხო და არ ჩადარდება ხელახალი არჩევნები დემოკრატიულ სამართლიან გარემოში. ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის სწავლობის თავმჯდომარე და ძალიან მწუხვარ იმის გამო, რომ შესაძლებელია ნებისმიერ დროს ის გახდეს, რა ვიცი, ბიძინა ივანიშვილისთვის მტერი ამ ქვეყნის და ავტომატურად ყველა იმ ადამიანისთვის მტერი გახდეს, რომელიც დღეს ტაში დეგებება და ამბობენ, რომ ესა რა ქვია, ლიდერი არის ლიდერთა შორის. მადლობა, ეს ციალა ქათამიძე იყო, სამოქალაქო აქტივისტი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც იმართება როგორც პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც უკვე გრძელდება 500 დღეზე მეტია და ასევე იმართება კვადროციკლების მფლობელების აქცია, რომლებიც აპროტესტებენ ბათუმის მერის ახალგადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომოწყობილობების, ელექტრომობედების მუშაობის აკრძალვას. დღეს მე ასევე შევეხსენებ, რომ იყო მზიამაღლობელი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს კიდევ ერთი პროცესი იყო, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციულ დაკავებას, ადმინისტრაციულ დაკავების კანონიერება განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. მან უარი თქვა საჩურის დაკმაყოფილებაზე. ის ვიხედავთ, რომ ეს საქმე არის გაყალბებული და არაერთი ფაქტობრივი გარემოება და მათ შორის ექსპერტიზის დასკვნაც კი ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე არის გაყალბებული, მაგრამ ამის მიუხედავად ეს საჩივარი დატოვა დაუკმაყოფილებელი მოსამართლე გოგუაძე, თუმცა მან თავის დროს, როცა შევიდა ეს საჩივარი, უარი თქვა საერთოდ ამ საჩივრის განხილვაზე და განხილველი დატოვა საჩივარი. შემდეგ სააპელაციო სასამართლომ დაუბრუნა მას საჩივარი უკან და დღეს განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მზიამაღლობელის მორიგი საჩივარი, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, დატოვეს განხილველი. დღეს მზიამაღლობელიც ესწრებოდა თავად ამ სასამართლო პროცესს. მოდი გავისაუბროთ კიდევ ერთ აქციის მონაწილეს. ნოკო, თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ, ბოდიში გაწყვეტეთ, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს მზიამაღლობელის პროცესი გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ასევე სინდისის რამდენიმე პატიმრის პროცესი იყო სააპელაციოში, ხო? რა საჩვენებს თქვენთვის ეს საქმეები, რა შეგიძლიათ გითხრათ? მოდით ახლა ცოტა სხვადასხვაგვარად ვიტყვი, გაიმართა ცოტა სხვადასხვაგვარი ნათქვამია პირველ რიგში. სასამართლოს დამარხვის რიტუალს უყურებთ ჩვენ, ასეთი რამ თქვა დღეს სიამაყობელმა პროცესზე. სასამართლო შეიძლება გაიმართოს იმ შემთხვევაში, როდესაც აქ მიდის განხილვა ნორმალურად, წინასწარ დაწერილი არ არის, როდესაც ობიექტური მსჯელობა მიდის და არგუმენტირებული მსჯელობით გადაწყდება ეს ადამიანი რეალურად მართლა არის თუ არა დამნაშავე, ხოლო როდესაც ადამიანის პირად ხუშტურზეა დამოკიდებული ამ ეგრეთ წოდებულ სასამართლოზე აწუყე, რომელიც ფიტულის სახით გვაქვს მოცემული, ვის რას მიუსჯიან და ამ ადამიანის 2 დღე იქნება თუ 10 წელი, რომ მათთვის უკვე ერთ დონეზეა დასული. აი ამას ვეღარ დავარქვენ უკვე როგორც ასეთ სასამართლო გაიმართა. და დღეს ქალბატონზეას ვთქვამ სამწუხაროდ ვერ დავესწარი, ამ მნიშვნელობა აქვს რომელი სახელი და გვარი იქნებოდა მოსამართლეს. აცილებაც არ მოვითხოვეთ, ხო, აცილებაც არ მოვითხოვე, რა მნიშვნელობა ქონდა, ახლა თქვენ იქნებოდით თუ ვინმე თქვენნაირი მსგავსი მაინც ვიღაცას უკვე დაწერილი გადაწყვეტილებაზე უნდა დაერტყა ჩაქუჩი და გამოეცხადა. რა ეს ხო სრული აბსურდია. შეეხება როგორც ასეთი სინდისის პატიმრებს, ძიმე პერიოდია მართლა და მე ამ ადამიანების ნებისმიერ გადაწყვეტილებას რაც არ უნდა მიიღონ მათ პატივცემ, იმიტომ რომ არ არის მარტივი ამბავი ადამიანი ამდენი ხანი იჯდეს ციხეში, უყურებდე რეალობას რო შევხედოთ და თქვენ დაუწევთ, უყურებდე გარე სიტუაციას და შიგნით კიდე ასეთი მხნეობით და გამძლეობით იყო, ეს მარტივი ამბავი არ არის. შესაბამისად, თითოეული მათგანის თითოეულ გადაწყვეტილებას მე პატივცემ და მივესალმები. გამძლეობას ვსურვებ უპირველეს ყოვლისა და ვიმედოვნებ, რომ ეს ადამიანები მალე იქნებიან გარეთ და პირველ რიგში თავიანთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან და შემდგომ უკვე თუ ბრძოლა ისევ გრძელდება, ბრძოლის ველზე ჩვენს გვერდით, რა თქმა უნდა. საითკენ მიდის ახლა ეს ბრძოლა და წინააღმდეგობაა თქვენ დაკვირვებით? ახერხებს თუ არა ივანიშვილი რომ დაამყაროს დიქტატურა ამ ქვეყანაში? ის რეპრესიულ კანონებზე იღებს და ცდილობს სხვადასხვა ფორმებით რომ ასე ვთქვათ ჩააქროს ეს პროტესტი ქვეყანაში. ერის დიქტატურა
ზოგადად როგორც ასეთი მარტივია და სამყაროებრივად იმ შემთხვევაში თუ განათლების დონე გაქვს მოსწავლე. თუ ერი გაუნათლებელია, ის ძალიან მარტივი სამართავია და ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ როგორ მიდის საქართველოს განათლების სისტემა. არ ვაქცევთ სკოლებში ხარისხის მნიშვნელობას სწავლის, ვაქცევთ ფორმებს. არ ვაქცევთ მნიშვნელობას ხარისხის შენობაში, როგორ შესწავლობენ, რომ მოსწავლეს ჭერი ენგრევა თავზე იქ სკოლასთან მისასვლელი გზა ლიანდაგია, სადაც გადასასვლელი არ არის და ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა მომხდარა სამწუხაროდ. არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, როგორ უვარდებათ ფეხი და ფეხქვეშ ეცლებათ ძირი. ჩვენთვის თავარია იყოს სკოლები და შეფუთული იყოს გარე და როგორც 6-4 ასე რომ ვთქვათ ბავშვებისათვის თორე. იქ რას ასწავლიან, როგორ ასწავლიან, ამ მოსწავლეს მთელი დღის განმავლობაში შიმშილით გული მისდის თუ არ მისდის, ეს ჩვენთვის მეორე ხარისხოვანია. ხო ასე ჩანს. ჩვენთვის რა ზოგად მაგალითზე მომყავს რა თქმა უნდა და ასეთ ვითარებაში ერი განიცდის დეგრადაციას განათლების მიმართულებით და დეგრადირებული ერი ძალიან მარტივი სამართალია და დიქტატურა მეტი არაფერი არა. ადამიანს თავარია წართვა აზროვნების უნარი, მას უთხარო სახედარია, ეს გენიალური ფილმია და თუთაშია მან ძალიან იდეალურად არის მაგრამ უთხარო სახედარი ხარო და ის გააკეთებს იმას რაც გინდაო. და ასე არა ჩვენი ერიც. აი ვიდეოები ხო ხდებათ არა სუპი მაქვს სუპსავ ჭამდავს რომ ეს მაკმაყოფილებს რა მეტი არაფერი არ მჭირდება რა სულ ეს არის მაშინ გამოსავალი რა არის თქვენ რისი მეტად ხართ ეგ ცოტა რთული ამბავია გამოსავალი რა არის პირველ რიგში ალბათ განათლების და თვითშეგნების დონის ამაღლება ამ ერში და მეორე ის რომ თუ ადამიანმა შენ თვითონ არ მიხვდი რომ შენს ამოსაღებს ხმას სხვა რა მოიღებს ან თუ ამოიღებს ის შედეგი მაინც ვერ მოყვება რაც შენ სურს იქამდე არაფერი არ შეიძლება რა თქვენ ახლა ხედავთ ორი აქცია ასე რომ ვთქვათ გაერთიანებული სხვადასხვა მოთხოვნებით თუმცა ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნები რომელიც საერთოდ არ ერწყმის ერთმანეთს თუმცა რეალურად რო დაუფიქრდეთ და გადავხედოთ ერთი მეორეს ერწყმის იმიტომ რომ ეს ადამიანები ითხოვენ თავიანთ ასე ვთქვათ სამუშაო პირობებს ითხოვენ რომ მათი შრომაც იყოს ახმული როგორც სამუშაო რეალური და მიეცეთ მათ საშუალება რომ იმუშაონ და ამავდროულად ჩვენ ვიტყობთ როგორც სინდისის პატიმრების გათავისუფლებას როგორც დემოკრატიულ მმართველობას ამავდროულად თითოეული ადამიანის შრომისა და უფლებების დაფასებას იმიტომ თუ თითოეული ადამიანის უფლება დაფასებულია ამ ადამიანს ასე ცალკე არ მოუწევს მოსვლა ცალკე რა თქმა უნდა პირობითად და ბჭყალებში ჩვენ ყოველთვის ყველა ადამიანის გვერდით გავართ ვინც პროტესტია და ვისაც უჭირს ამ ადამიანს არ მოუწევს ასე ცალკე მოსვლა და იმის გაპროტესტება რაც მას აწუხებს იმიტომ როდესაც ერი შეიგნებს იმას რომ თითო ადამიანის პრობლემა არის მისი პრობლემაც და ეს ჯაჭვური რეაქციაა და ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის პრობლემა და ყველა გამოვა უკვე ამ პრობლემაზე მაშინ იქნება ერიც ჩამოყალიბებული ნორმალური და გაერთიანებული სხვა ანუ ერთობა არის რაღაც ერთგვარი ერთობის იქეთ არაფერი არ გამოვა წარმატების მისაღწევად ეს ერთობა მარტო ასე რომ ვთქვათ დასაქმებულ ხალხში ან დაუსაქმებულ ხალხში არა ეს ერთობა უნდა შედგეს როგორც ოპოზიციაში პირველ რიგში აუცილებელია ოპოზიციური ფლანგი და ხოლო შემდგომ როდესაც ეს ოპოზიციური ფლანგი გაერთიანდება და ქვეყნის მმართველობის სისტემა შეიცვლება მე იქ თუმცა მმართველ სისტემაშიც კი მიუხედავად იმისა რომ განსხვავებული პოზიციები იქნება იქაც ერთობა აუცილებელია გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ რომ როდესაც ერთი კონკრეტული პარტია ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯს გავს ჩვენ იმასაც უნდა ვაფასებდით და იმაში ხელს არ უნდა უშვილდეთ იმის გამო რომ შემდგომ რაღაცა წამოვაძახოთ იმასაც უნდა ვეხმარებოდეთ იმ საქმის გაკეთებაში რაც ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი და საჭირო თუ ყველაფერი შეიცვალა და ისევ იგივე დავიწყეთ რომ ადამიანი საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთოს და მაგაში ხელი შეუშალეთ რომ შემდგომ ჩვენ რაღაც წამოსაძახებელი გქონდეს მაშინ ნულის ტოლფასია ყველაფერი რასაც ჩვენ ახლა გავდივართ და რასაც შემდგომ გავივლით ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გაიაზროს ერმა უნდა მოხდეს ერთიანობა უპირველეს ყოვლისა ოპოზიციურ პარტიებში უნდა მოხდეს გაერთიანება სრულად ერის ერთი კონკრეტული მიზნის მიმართულებით და შემდგომ უკვე დანარჩენი ყველაფერი როგორც წეგან ვახსენე რა სულ ეს ყველაფერი დიდი მადლობა მეკობიცხოვას უსმენდით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა დღეს აღამოს ბათუმიდან სადაც იმართება როგორც პროევროპული საპროტესტო აქცია ასევე ეგრეთ წოდებული კვადროციკლების მფლობელების აქცია რომელსაც შეუზღუდეს წელს ისევ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბათუმის ბულვარში მუშაობა და ხედავთ თქვენ აქვე ჩამომწკრივებულ კვადროციკლებს
მოპედებს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. ეს თუმრად ჩვენს ვებგვერდებს ბავშვები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით.